სალამი ძირფასებო. მოვედით. ეს ხას ჩანთა. ეს ეხა ლოკიო გამოვიღე საყინულიდან. ეხლა მოვედით, ყველაფერი აქ მიყრია. მოკლედ. მე მინდა დაეხარა ვიყიდე იმის ჩვენება. ნახეთ როგორ იყო. მაგრამ აქ იმდენად იმას ვქენი ერთმანეთში. არეულად ყველაფერი. აი ესენია მე მგონი ახლები მეტი არაფერი არ უნდა იყოს აქ. ესენი ძველებია ყველაფერი. რაც მე მქონდა. შენი აქ აგედე ამაში დევს ჩუსტები ამოიღე. ხო, არა, ეს ჩვენებია ეხლა რაც მე მქონდა იქ ჩასაცმელები. აგედე დიკო, აჰა, მაგრამ აწითლია მეც ცხელა, ჰე, ჩაიცვი. ხილად ერთი წავი. ეს არის კვერცხები ინდაურის და ამიში ჭიანჭველა მოგვიყვანია იქედან, ჰა? ხო, იქ არის სულ ჭიანჭველები. მოგვიყვანია აქეთ. მანამდეც მომიყვანა მუხამ ჭიანჭველები. ეს შავი პირპილი რო ვიყიდეთ, აქეთ ჩავდო, რომ მაქვსო და ქონდა რამდენიმე პაჭკა. მოკლედ ნახეთ. უკვე მოკალი. ეს ინდაურის. მე მოკალი. ესენი ქათმების. მე მოკალი. ხო ჩახდე, უნდა გავრეცხო და მაგიტომაც არ ჩავდებ, გავრეცხო თავისით მოშლება ან და იმას ვიზამ გავწმენ და მე ჩავალაგებ მაცივაში. ხო, ეხლა რაც შეეხება თბილის სს. ძალიან კარგი, ძალიან ლამაზია. ხო. უკვე მოკალი. ხო ჩახდე. ხო და მაგრამ არის ყველაფერი ძალიან ძვირი. ლილოში მით უმეტეს. აი არ ვიცი. ადამიანს ფული უნდა მიქონდეს, რომ ბევრი უნდა გქონდეს ალბათ, რომ იქ რამე იყიდო. არ ვიცი ხარისხი კაიაო და ალბათ კარგია, მაგრამ ნახეთ ეხლა ჩვენ გამო არ წავსულვართ. მუხას მამა და დიშვილი მიდიოდნენ, დიშვილი ამთავრებს სკოლას და ბანკეტისთვის ტანსაცმელები სჭირდებოდა რაღაცები და რომ თქვეს რომ მუხა უნდა გაყოლოდათ, მოდი მეც ბავშვებს დავტოვებ, მეთქი თანამდე ეხანია არ წყოფილვარ და წავალ და მეც თუ რამე მომეწონა და ავუვედი ფასს თქო. რამეს მოუტანან მაიკებს, იმიტომ რომ გოდეს ყველაფერი დაუპატარა და სინამ რაც გამოუგზავნა ეგენიაცვია მაიკები მხოლოდ. დანარჩენი ყველაფერი დაუპატარა და ნაყიდიც კი რაც მქონდა მე. ხო და მაიკებს უყიდი თქო რა, ეს სკოლაში გინდა 1-2 გრძელმკლავიანი რო ვუყიდო თქო და მოკლემკლავიანებიც. ადასთვის რამე კაბა მინდოდა თუ მომეწონებოდა, ნასკები ტრუსები რაღაცები მეტი არაფერი აი ამათზე იმავშვებოდი 200 ლარამდე მქონდა თანხა, მეტი არა ისიც. ხო და მაღაზიებში წარმოიდგინეთ 350 ლარად იყიდეს შარვალ კოსტუმი, ჟილეტი მოყვებოდა. არც პერანგი, არც ბართა, ბართა აჩუქა კი იმ ადამიანმა, გამყიდველმა და საროჩქა ცალკე 60 ლარი. 25 ლარად სულ უბრალო ისე დასაწერად უყიდეს. საროჩქა და 150 ერთი ფეხსაცმელია 80 და არ ვიცი 280. მოკლედ რა, იმას დედამისმა გამოუგზავნა თანხა, რომ ბანკეტისთვის რაც მოუნდებოდა ყველაფერი კარგი იყიდა და კაი კონდათ და იყიდეს, მაგრამ მე რანებოდა ყველაფერზე. აი, ყველაფერი ძალიან მეძვირებოდა, იმიტომ რომ მე არ მქონდა ალბათ და მაგიტო, მაგრამ ნახეთ.
ეს მუხამ 30 ლარად იყიდა, აქ უნდა სავარჯიშოდ თავის სამსახურში სამბენად 30 ლარის ეძვირებოდა წარმოვიდგინეთ. ჩუსტები აქ ხირს, ცეკვის ჩუსტები, აი რამოდენიმე თვე რო უძლევს ბავშვებს. არ ვიცი, ყავისა ნახდი თუ რისია, რას ეძახიან იმას არ ვიცი მოკლედ და ეს არის ის, აქ 20 ხირს, იქ 15-ად მოგცეს. ის უბრალო მითხრეს 7. მე ვუთხარი 7 ჩვენთანაც ღირს მეთქი, ეგ ჩუსტები და მეორე ანუ ნამდვილი მაღაზია რისიც იყო, მე მოვიდა ის კაცი და იმან თქვა რომ 5-ად ყიდიო, 7 რატო უთხარი თუ იმათ უთხრა. და მოკლედ რო გავედით და არ მინდა მეთქი, მე ვიკითხე ის ხო არ გაქვთ მეთქი, აი დიდხანს რო უძლებს ბავშვებს ხო და ეს ვიყიდეთ 15-ად, 38 ზომა. ზუსტად ეს აქ გოდეს ეხა კარგად ფეხზე. ანუ რამოდენიმე თვე გაუძლებს, საერთოდ 36 იცმევს ფეხსაცმელს, ბოტასები თუ რაც გინდათ, მაგრამ ეს რა ვიცი, ეს ექნა კაი, კიდევ კაი ეს ზომა წამოვიღეთ. მოკლედ ეს გოდეს. ახლა უყურეთ. ეს ვიყიდეთ 5 ლარად. ეს 5 ლარი, ეს მერე შევხვდა სადღაც ჩემ დედამთილზე გქონდა ჩუსტების საყიდელი, ანუ ჩემ მამამთილმა მითხრა რომ თუ ნახო რამე კარგიო, იმას ქენიო და მერე ფული მაინც ჩავგიგდო მანქანაში, მე ვეჭხობი არ მინდა მეთქი, მაგრამ ჩავაგდო მანქანაში და მოკლედ მომიწია გამორთმევა. ეხა ცუდად გამოდის, მაგრამ ბავშვებს გეფიცებით მართლა ჩავაგდო და ვჩხუბობდით აქეთ-იქით არ მინდა არა. ეს ჩემი ორივეს ვიყიდე ერთნაირი 5 ლარებში. ესე. ხო, ეხა ნახეთ. აი აქ. ეს ელასტიკი მაქვს მე ზუსტად მიმქონდა და ამ ფერის. ბევრჯერ გექნებათ ნანახი რომ ადას ეცვა. ეს ძრება. ეს არაფერი არ არის, ეს მიწებილია და ამ ფერის ელასტიკი ბევრჯერ გექნებათ რომ ადას ეცვა. ეს ვიყიდე ძირფასებო. 2 ნახევრებში. 2 ნახევარი. 2 ნახევარი. აქ ვიყიდე 12-ად. 2 ნახევარი. ამიტომ 4 ვიყიდე, იმიტომ რომ არ მქონდა ადასთვის ეხა ზომებში აქ. ვაიმე, გოგო! ეს მუხრანი მეყირა მე. არ გამოაჩინა და არ შეიძლება. 20 ლარად. და ეს ჩემი არის. ხო, ბავშვებს ვიყიდე. პრუსები, იმიტომ რომ ძალიან დაუპატარავ და გოდეს რომ მოსუქდა და გოდეს რო ვიყიდე, გეგასაც ვიყიდე. 2 ეს 2 გეგას, ეს 2 გოდეს, გოდეს უფრო დიდებია. ხო, ის შენია დედიკო. ეხა ესენი 5 ლარებში ვიყიდე, არ მოგატყუეთ. სხვა ნაკლებ ფასად მე ვერ ვიშოვე. ეს ჩემია. არაფერი არ არის, ისიც თეთრეულია. და ნასკები ვუყიდე. გოდეს, იმიტომ რომ ბევრი არ ხოლმე ნასკები. ეხა გეგას ვიყიდე 4. აი ესეთი. გეგას ესეთი ლამაზები. აი ესეთები. გოდეს არ უყვარს შავის მეტი. ან ლურჯი ან შავი, ამიტომ ესენი გეგასია. და ესენი გოდეს ვუყიდე. შავი, ლურჯი და ესეც შავი იყვნენ, ლურჯი ის აქვს. ცეკვისთვის სხვას არ იცმევს. ესენი 2 ლარებში ვიყიდე სულ ყველა. და ის მამა მიგიდა. მე გიყიდე. მე მიგიდე. ხო და ეს კაბა. კაია ისინი. ესეთია. ფრიტელებზე. უკანა ესეთ ლეზინკა. ეს ვიყიდეთ 45 ლარად. კიდე მომეწონა კაბა, მაგრამ ახლა ცვირი იყო ხალხური, ძალიან ცვირი, იმას ჯებია კიდე ემოდან გამოუწერ და ჩაიცვეს. კაია დე უნდა ჩაგაცვა მერე. всё, ესენი იყო ხალხო, მე არაფერი არ გიყიდია. ვიცი დედიკო, შენი ეს უნდა ჩამოვკიდო მერე იქ შენს იმაზე. მე არაფერი არ მიყიდია. არა. ეხლა რის თქვა მინდოდა? ხო, ეს კაბა რო ვიყიდეთ. იქ. მოკლედ, ძირფასებო. რის თქვა მინდოდა? ეს კაბა რო ვიყიდეთ იქ, ქონდათ ისეთი მაიკები. დაიცა მოვიტან და გაჩვენებთ ერთ წამი მაიკას. ისპრინედა, შენ შეიძლება ყავს Facebook-ზე?
აი შენ ძმა ყავს ესეთი მაიკები ერთი სინამ გამოუგზავნა ჩემი ძმა ყავს Facebook-ზე არა მე არ მყავს საერთოდ აქვს Facebook-ი მე მოკლედ აი ესენი ნახეთ ამას ეხა გაჟგვართულის რამე ეთყობა უბრალოდ თუ რამე ეთყობა არის ხოლმე ოდნავ მელანი აქ-აიქ გოდეს წასმული მეტი არაფერი ხო და რომ ვუთხარი იმ ქალს ეს მეთქი მართლა ვიყიდეთ ძვირფასებო თურქეთში 15 ლარად 45 ლარიო და გამოვედი აქეთ მოკლე მკლავიანებზეც კი 45 35-ად მოგცემო და მე ვუთხარი არ მინდა ხო და ესეთები რო აქვს მაგიტომ იყო მეთქი რომ მოვადექი თქო ამას მაგრამ არ დაიჯერებ მეთქი ფასი რო გითხრა და ხო ვიციო იმიტომ რომ სხვაგან ყველგან ზვირი არისო არა მეთქი ზვირზე არ გეუბნები 15 ლარად ვუყიდე მეთქი მე ჩემშვილს ვუი ხო ისინიო ვიციო მერეო ფორმა ეცვლებათო და გაჟგვართულები არიანო არ ვიცი ეგრას ნიშნავს მაგრამ აი ესეთ რაღაცა გითხრა ხალხო ხო და რა ვიცი თან ისეთი მაგარია აი არ ვიცი როგორ უნდა გაშხვართალდეს ეგ ან რა ვიცი რა უნდა მოუვიდეს ამას იწელებაო გაწელილი მიწელილი მოწელილი არისო გარეცხვის მერე არ არის ეგეთი კაი ხარისხია მერე რა რო თურქეთში იაფად შემოხდა კაი ხარისხი გამოვიდა ერთი სინამ გამოუგზავნა გოდეს ერთი მე ვუყიდე ერთი კიდე მოკლემკლავიანი ჩემმა დიშვილმაც გამოუგზავნა ანუ ჩემმა და ნათიამ და კიდე გაჩვენოთ საწავიღე ხა ისინი საწავიღე დედამ რომ მომცა მუხა ნიკას ნაქონები ხო რა არის ეს თვისა აი ეხლა ესენი სულ თურქეთში აქვს ანუ ყოველ სკოლის დაწყებამდე ჩემი მული შვილების მეთქი ერთი ყავს ჩემი მული შვილისა ესენი ძირფასებო და ყოველი სკოლის დაწყებამდე ეს ჩემამდეც და ჩემს მერეც ყოველთვის ესენი თურქეთში დადიოდნენ და სულ იქ ყიდულობდნენ ხოლმე ტანსაცმელს თურმე ჩემამდეც და მერეც ჩემს მერეც ესენი გოდესთვის პატარა იყო გოდე მაგრამ მე ვუთხარი რომ შეინახეთ თქო კონდეს მეთქი იმიტომ რომ მე გოდეს გამოადგება მეთქი აი ესეთები ღირდა ძვირფასებო ნახეთ ეხა გაჟგვართულის ამას და გაწელილის და მიწელილ მოწელილის რამე ეთყობა და ეხლა არის ის ბიჭი 17 წლის და ეს არის სადღაც მე-7 კლასში იყო რომ ვუყიდეთო პატარა აი 11-12 წელი არა 11-12 წელი გამოდის სადღაც მე-5-6 კლასელი მე-5 ალბათ ხო მაგრამ ეგ მერე უფრო წავიდა სიმაღლეში და უფრო გაიზარდა მაგრამ ფუძკუნდულა ბავშვი იყო და რამდენი წელი აქვს ხო ეცვა ახალი ვითარი და 45 ლარიო ესენი ესენიც თურქეთში ნაყიდებია ესენიც იმ ბიჭისა აი ეს უფრო ექნება ეხლა გოდეს კარგი აი ეს უფრო ექნება კარგი 9 წელი კი ეს კარგი ექნება ამ შარვალს არ ვიცი შეიძლება არ ჩაიცვას მაგრამ არ უყვარს ესეთი დიდად და თან მე მგონი მაინც არ ჩაეტევა ამაში გოდე გახეულები არ უყვარს დიდად სიმართლეობით ნახეთ აი ამაზე გეუბნებოდით უბრალოდ დიდი ხანია რომ ინახავს და ეხლა უბრალოდ გავავლეთ წყალს და ეგ არის დავაუთოებ მე ესეც თურქეთში ნაყიდი მე არ ვიცი აი რომ ამბობენ რომ
ლილოში მივდივართ, რომ საქონელი უნდა მოვიტანოთ. და აქ ჯერ კაპიკებში 12-ში და 18 ლარებში ყიდულობდი გოდესთვის მაიკებს. და მე ის მეძირებოდა და იქ ღმერთო დიდებულო. ჩემი გამოვიდა გასეირნება, თორემ მე მანდატი წამსვლელი არ ვარ რამეზე საყიდლად. კიდე აქ ჩვენი ფასები ჯობია ხალხო. აი, უყურეთ. სულ ახალია. აი. ეს ეხა იქნება ზუსტად 8-9 წელი აგერა წელი. ვაიკიკის. ნახეთ პროსტა რა ნაჯერი, ეს ეცვა. ხშირად ეცვა ხოლმე და რა ეტყობა ამას ნაცვამის. ეს დიდი იყო რო უყიდეს, ზუსტად მახსოვს, მაგრამ ჩვენს თვალწინ როგორ უცებია სულად, რა ბიჭო? 8-9 წელი აწერია. არა და დიდი ხო იყო ეს რო უყიდეს? მერტო დიდებულო. როგორ უცებ გაირბინა, მართლა როგორი პატარა იყო მუხას მე რო გამოვყევი. როგორ უცებ გაირბინა დრო. ეს 11-12 წლის. მე მიყვარს საროჩქები, ძალიან მიყვარს. მით უმეტეს აი ესეთი აქ ხილი რო აქვს და მე რო იწევა ესენი. ძალიან მიყვარს. ბევრი აქ გოდეს, უბრალოდ გოდეს არ უყვარს ხშირად საროჩქის ჩათმა, პერანგის, რა ვიცი რაც არის რა. ეს მაგარია. ეს მომწონს განსაკუთრებულად 8-9 წელი. ეხლაც და მომავალ წელსაც გოდეს წესით კარგი უნდა გქონდეს, მაგარია. აი ამდენი. სულთან თურმე იქიდან ჩამოტანილები არ ვარგა? აბა საიდან მოაქვთ? მერე ეხა კიდე რამდენი ჩანიშნული მაქვს მე ტემუზე ბასანოჩქები, ბევრი რამე. ზუსტად ისეთივე, რამდენი ედოთ, ეხა იტყვით რომ ვაიმე საიდან მოგაქვს ასეთი, მაგრამ ზუსტად ისეთივე ედოთ ხალხო. აქ 40 ლარი წერია ტემუზე და იქ კიდე 160-150 არ უკლებენ. ეხა როგორ შეგიძლიათ რომ დაიჯეროთ მაგალითად რომ იქ არ აქვს გამოწერილი. მე არ ვიცი. მე არ მჯერა, ბუნკალით არ მჯერა. თუ რამის მჯერა ყოველთვის მართლდება ჩემი ისინი რა ქვია. ფიქრები ასე რომ არ ვარ ხალხო ცუნცი უბრალოდ ვიცი რამდენი მაქვს იმდენად იმას უშვები. ზომალ 3 მყავს და ვცდილობ რომ 10 არ დამრჩეს ნაწყენი. ეხა ადას არ მიყიდია ნასკები, მაგრამ ადას აქ ვუყიდი. არც დავკვირვები ვარ ეხა გოგოსები თუ ედოთ, იმიტომ რომ ადას მაინც ბევრი ქონდა და მე აქ ვუყიდით. აი ეს ესეთი ამბები. ხო, მე ესენი ვუყიდე მანქანები 3 ლეს. იმიტომ რომ ადას მე ბიჭებს რაც აქვთ ის უნდა ხოლმე და ესენი 5 ლარებში ვუყიდეთ. აქაც მსგავსად არ ვიცი 6 ხიდა მე მგონი და ფორჯომში 10 ლარად ვიყიდეთ ხო? რო ანათებს. წითელია ადასი და 2 არის ლურჯი. დევს იქ დედიკო სადღაც. აი ესეთი ამბები ჩემო კარგები. მე დასვენება გამომივიდა. რამდენი წელია მოხრანის ცოლი ვარ? 9 წელია თუ მე 10-ია ბიჭო? შენი ცოლი რო ვარ? ხო და ხალხნა. მე რო ვიმგზავრე. ჯერ იქეთობას და მე აქეთობას რო დავიძინე, საბოლოო ჯამში არ მექნება მე ამათთან ერთად ყოფნის დროს რო დავიძინე ან გამოვიძინე. ვარდისფერ ჩაიცმევ? მიდი მამა ჩაგაცმევს უცებ. აი ეს უნდა მოგიძებნოთ ეხა სადღაც მაქვს იქეთ მიმქონდა რომ არ დამიჯეროთ. ხალხო. ოღონდ ნახეთ ეს რეცხვისას, ნახე რეცხვისას გადასდის ოდნავ ფერივით, მაგრამ ესეც ჭყვინავს. ზუსტად ესეთი იყო ეს რო ვუყიდე, მაგრამ რეცხვის მერე გადადის. ამაზეც გადავა. რაღაცა თქვენი მჭირდება. ეს მჭირდება.
სკოლისთვის არის. ახ, დედიკო. ტკბილი ჭირდება ხალხო. ესენი გარეცხილებია. მარტო ეს მუხას აქ ჩაუყრია. მე მგონი ესენი გარეცხილებია. ყველა თუ არა. არა, ესენი რაც ედოთის ჩავყარე. ეცვათ. აქაც ეს მეტი არაფერს. ესენი არ ეცვათ, ყველა წავიღე. всё. იგი ყოდა ეგ. კარგად გამოვიძინე. კარგი იყო, მაინც. ჩემი დედანთილი გაგიშებული იყო. გაგიშებული იყო ხო? ისეთი დღე დაათია ადამ. და კაია. დედიკო კაია, კი, დედიკო კაია, მაჩვენე. ჩემია. ეს შიგნითა გაიხადე, კი. ახე ეს უფრო უნდა ასწიო, დედიკო. ისინი ჩემია დე. ჩემი. ეს უნდა მოაძრო, აი ეს. კაი. მამე ის. აი ამა იკას იყო შარშანთო ფიცერთით და ჩემ დედამთილს უნახია იქ იყო. დარჩენილი, ნაკინიანი. ეს. ჭაჭი. მოკლედ წელს ეყოფა ახლა ეს ელასტიკები და მე სარაფრებიც მოუწევს. და ეგ არის. 3 კაბა გამოუწერე ტემუდან. წარმოვიდგინეთ 45 ლარამდე. ისიც არის. სიგარი დაიდოსა. აერობიკის გადავახტევინე მოხრარი. სოთხარი რომ ანუ შენ ანგარიშზე გექნება, მეტი რა შენ გადაურიცხე და მე ხელზე ფულს მოგცემ თქო და იმას რომ მეუბნება 40 ლარი დაიდოს აქო და მომავალ თვეში ცხო უნდა გადაიხადო და რაზე დაგიდო? სპია უნდა გადაიხადო. ხო, მომავალ თვეში გადასახდები. და ეს თამაში არ ხდება მან მუხანი არის ვარჯიში. წურწურით დაგუდის ოფლი. ჩემი სავარჯიშო, ხალიჩა. ეხლა რამდენი ხანია არ მივარჯიშია, იქანა. ხო და ნახოთ ზეთასებო ეხლა რა გამოვა. უფრო გაართულებს ეხლა ჩვენს ვარჯიშებს ეს გოგო. 18 ლარად ვიყიდე ეს. უფრო სწორედ თული ჯერ არ მივიცია, მისაცემი მაქვს მოხრალი მაგისიც. შე რო იცოდე. მაწერია საკანცელარიოში. უფრო სწორედ ლიკას სახელზე აწერია, ლიკას მოუტანე. ისინია. აქეთ მოდიოდნენ ქალაქიდან ისე დროს. კი, შენია ისე უნდა შევინახოთ, დავკეცოთ და შევინახოთ შენს უჯრაში. ხო და ლიკას დავურეკე, უი რატო არ მითხარი, მეთქი ქალაქში თუ მიდიოდი რაღაცა მინდოდა თქო და მის მაგრამ გავბრუნდეთო და გაბრუნდნენ და მიყიდეს ეს. აი ესე შემოკარგები. რაღაც ნაწყვეტები მაქვს იქაური გადაღებული და მე რამეს გავაერთიანებ და ისე ვიზამ. აგიტყვით თავით რაცხას. ისეთი არაფერი არ გადამიღია ეხლა რომ გაგიჟდეთ. თბილისი კი იცით ყველა ლამაზი რო არის და კარგი და ნანახიც გაქვთ. ხო, ვუი ესენი დამავიწყდა. ეხლა ესენი არის საჩუქარი. ეს მუხას ნათლიას ცოლმა. მოგვიტანა, ჩვენ არ ვიყავით და გუშინ შემოსულა და იმას მოუტანია. რძე. ეს ყველა იმან, ეკამ და მადლობა ეკას ძალიან დიდი მაგარი ადამიანია. მართლა ძვირფასება, აი ძალიან მაგარი ადამიანია და ეს ყველი. ახეთ რა ხელა ყველია. ეს არ ვიცი, უნდა დავჭრა ალბათ ისე რაში ჩავდე. დავიბანდა ის რაღაცებზე ხოლმე ვიდა და მაგარი გემრიელი
ყველი სისმის ფაცროხა. აი უგემრიელეს. აინა. სამხელა. უყურეთ. ეხლა არჩავა მთლიანად. ხო ვიცი რომ არჩავა. დავამტრიო ერთი წამი ეს კონტეინერი მიყვარს. ფუი მუხამარილი გვაქვს საყიდელი. დავიქცევი ეხლა მე მაღაზიაში. კურს მოვიტან. მარილი ხო მიყიდე მე? არა, გვაქვს დამთავრდა. აი, მარტო მარილი ჭამდი? როდის იყიდე მუხრანი რამდენი თვე გავიდა ბიჭო? ახლა ვიყიდე? არა. ახლა იყიდე და მარტო მარილს მივირთმევდი მე. სად ავგაცვი კონტეინერები? დასვიაო რაღაცაში ჩავყარე. მოდიოდებს კიდე და ფარშიც დებს კიდე. რა მუხა, რაში ჩაყრიდი? რაღაცაში ჩავყარე ის ხო გაფუჭდა სამარილი. შა სამარილე გაფუჭდა ბიჭო არ გამაგიჟე მეში. ისინი ხო გადაყარი ის პატარა ბურთულები დრო გედოა და რაღაცაში ჩავყარე მე მარილი. ბურთულები რომ მე დო რას ქვია გაფუჭდა. წითლებში რო გვეყარა მარილი. მე გითხარი შემახსენე მეთქი აი ამ წითლებში არ ჩაყარეთ ბიჭო? არა. აბა რაში ჩაყარე? მიდი მოძებნე. მოძებნე იმიტომ რომ მართლი არ მაქვს ხო დედიკო? ხინკალი? არა მაგზე და ხინკალი. ლობიო მაგს და ეხა ლობიო და პურის გაჭვევ და მე იმას გაგიკეთებ. ხინკალის კარტოფილი გვაქვს ეგეც არ ვიცი. ხინკალი დავუტოვე ჩემდენამდე რომ არ გამიგეთები და არაფერი არ ჭამაო. კიდევ კაი გავაკეთე ხამე. ხამეც ვაჭამე მაშინ წასვლამდე. ჩვენ 3 საათზე გავედით სახლიდან ხამის. და მე დავუტოვე კიდე გაყინული სადღაც 20-ზე მეტი ქონდა მე მგონი შენახვა. საწავიღე. უი დედიკო ის სულა გამხსენებია დღეს ერთი დილით. პაჭკა ვიყიდე ახლა რო. ის ერთი პაჭკით რაც იყო ის მე იმას ვქენი პაჭკაში თუ ჩააბრუნე შენ. გამოვიყენე იმაში ჩავყარე. თუ მაგას გქო. როცუჩი მათანი გიყო ხაი. შენ ამედანი გიყვარს მარილი და. მოგლე ცომი მაქვს ხალხო მოზელილი. მარტო მინდა დედიკო. აგერ ყველიც მაქვს. ხო დედუ? ესე იგი ისეთი დღე დამათიაო არა? წავიღე მხოლოდ ერთი კაბა. ხო ხედავთ რომ კაბები არაცვია ადას. შარვალს ვაცლე უმეტესად, იმიტომ რომ კალგოტკებს ხერს ან აფუჭებს ძალიან. მივაჩვიე რომ სახლში შარვალი ეხა გასასვლელად აცვია ხოლმე თუ სადმე მიმყავს სტუმრად კაბა. მაგრამ ეხა ისიც არ მაქვს აი სუსტად ამის ზომა გასასვლელი კაბა დაუპატარავდა და ემუდან რომ გამოუწერე ერთი საზაფხულოა. ამიტომ არაცვია რომ მიმყავს სადმე სქელია უკვე ისინი და რაც უყიდე ზამთრისები არაცვია. აქვს რამოდენიმე 1-2 გადანახული მაქვს ჩემო გოგონო გამოუსანა საბერძნეთიდან ჯერ დიდებია. მომავალი წლიდან მე მგონი კარგი ექნება. ხო და ვაიმე კიდე ჩაგედო კაბაო, კაბა მინდაო, ბრაზობდაო და კაბა რო არ ქონდაო ჩასაცმელი ლოგინში ჩაწვა. იმდენჯერ დამირეკეს, აი, იმდენჯერ. მოხაიზეობნები ვაიმე გავგიჟდები, აი იგით ვიყავი, ახლა გავგიჟდები მართლა უკვე ნახე რამდენჯერ დამირეკეს. შენ და ზიგრე არიანო, ჩემთან უარესად არ იქცევიან. სულ არ ჩხუბობენ. ესე იგი ადა და გეგაო სულ ჩხუბობენო და სულ ჩხუბობენ მართლა. სულ ამათ იმაში ვარ მე.
გავიძახი, მხოლოდ თუ ყვირივარ ვინმეს სახელს და რაღაცა არის რადა და გეგა. მეტი არ არის. ესენი ვერ იყოფენ ვერაფერს. და არის დები. აი ესეთი ამბები შემოკარგებო. ეხლა ესენი უნდა გავყინო. აი ამათ გავყინავ, ამას შევინახავ, მე ნამცხარი უნდა გამოვაცხომი. ხო და კიდევ მაქვს ნერცე. მე თუ როგორ მივარტყი ხელი. ესეც ასეც ვითარდებო. ეს ცომია. მე ხაჭაპურს გამოვუცხობ გოდეს. გავღვეს. ამაში ჩავდოთ. აი ასე. ჩამოვიტანე კიდე ხილხილი და ქვილი. სადარი აი აქ წვანილებით. ხეზდილით მოუკრეფია ჩემდან თუ სამსახურში წავიდა ჩვენ რო ავდექით უკვე წასული იყო, მაგრამ ესენი დამიბარა რომ ის დაგიდევიო. პიტნა, აუ პიტნია ყველს გავაკეთებ მართლა. ნახეთ რამდენი მაქვს. პიტნა, აქ არის კიდე პრასიც, აი პრასიც. აქ მაქვს ფინზი და კამა. ფინზი და კამა. აი ასე. გავაკეთებ მერე პიტნიან სუნელს. მოკლედ ეს ჩემო ვიფასებო. წავედი ახლა მე დაგემშვიდობებით. წავალ პური უნდა მევიტანო. პური უნდა მოვიტანო მართლა წავალ. გავიქცევი, აბა დროებით ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გესურვებთ ყველას.